ახლა უნდა გაიგოთ, რასაც აგიხსნით და ეს თქვენ ცხოვრებაში ძალიან დაგეხმარებათ. გამოგადგათ, რომ მე ასე მგონია. როცა იფიქრებთ ხოლმე ზოგადად რაღაცებზე, ამის ცოდნა დაგეხმარებათ აზროვნების პროცესის ორი მიმართულებით რომ წავიდეს. უნდა იცოდეთ, როგორ მუშაობს შემთხვევითი მუტაცია. ამას რომ გააცნობიერებთ, თქვენ როგორც ადამიანი, თქვენი ცნობიერებით ახალ საფეხურზე გადახვალთ. ყოველ შემთხვევაში მე მგონია, რომ ასე დამემართა. ამის გასააზრებლად ყველაზე პრაქტიკული მაგალითია დათვები. რატომ არის ტყეში ჩვეულებრივი დათვი და რატომ არის ყინულებში თეთრი დათვი? როგორ დაბალანსდა ეს ასე? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ავად აფიქრდით. საიდან მიხვდა დათვი, რომ თუ ყინულებში ცხოვრობს, უკეთესი იქნება რომ თეთრი იყოს. ან მოდი დავუშვათ, რომ დათვი მიხვდა ამას, რომ ყინულებში ჯობია თეთრი შეფერილობის იყოს. ანუ როგორ შეიღებავს? როგორ გაფერადდება? ხო ვერ გაფერადდება? სინამდვილეში პასუხი ასეთია. გენების შემთხვევითი მუტაცია ხდება სულ ყველაფერში საერთოდ. ადრე თან თეთრი დათვები საერთოდ არ არსებობდნენ მუქი დათვები. დაბადებისას ერთ-ერთი შემთხვევით დაიბადა თეთრი, რადგან დაბადებისას ერთ-ერთი გენი, რომელიც პასუხისმგებელი იყო დათვის ბეწვის ფერზე, შემთხვევით გადაიწერა არასწორად და ერთი ბელი დაიბადა თეთრი. ყინულებში დაბადებული თეთრი ბელი, სრულიად შემთხვევით, უკეთესი მონადირე აღმოჩნდა, ვიდრე მისი დაძმა. მსხვერპლი ვერ ამჩნევდა, ადვილად ეპარებოდა, მზის სხივებთანაც უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ყინულები ირეკლავს მზეს და აი ესე ზოგადად რომ ვთქვათ, უკეთესი უნარები აღმოაჩნდა იმ ადგილისთვის. უკეთესად გადარჩა, უკეთესად გამრავლდა და მისი შვილიც თეთრი დაიბადა. და როცა გავიდა მილიონობით წელი, ყინულებში დარჩნენ მხოლოდ თეთრი დათვები და მთებში პირიქით მუქები, რადგან მთებში თეთრი რომ იყოს არაპრაქტიკული იქნება. ნაკლებად გადარჩენის უნარიანი გამოვა. ახლა წარმოიდგინეთ, სიცოცხლის ნებისმიერი სახეობა, ნებისმიერი ცვლილება ამ პრინციპით მოვიდა აქამდე. ადამიანის ინტელექტიც ეგრეა. დიდი ინტელექტის მქონე ადამიანს უკეთესი უნარები აქვს გადასარჩენად. შესაბამისად, უფრო მრავლდება, უფრო ტოვებს შთამომავლობას და ასე გაუთავებლად. ამიტომ ესე უხეშად რომ ვთქვათ, ყოველ წელს უფრო ჭკვიანია საზოგადოება, კაცობრიობა ვიდრე წინა წელს. სიმაღლეც ეგრეა სხვათა შორის რომ იცოდეთ. რაც დრო გადის, ადამიანი სიმაღლეში იმატებს და ხელის მტევანი გვეზრდება. ადრე რომ ადამიანები უფრო მაღლები ვიყავით, ეგ ტყუილია. სამარხები არის მაგის დასტური. მომავალში ადამიანები კიდევ უფრო მაღლები ვიქნებით და ხელები კიდევ უფრო გაგვეზრდება.